ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში დგას, ეს არის კუჭის კიბო. ვინაიდან შემთხვევათა 80%, 90%-მდეც კი ჩვენ ვხვდებით მესამე-მეოთხე სტატიის კუჭის კიბოს. ასაკიც საკმაოდ გაახალგაზრდავდა. კუჭის წყლულის ერთ-ერთი გართულება შესაძლოა იყოს მისი მალიგნიზაცია, ანუ ონკოლოგიურ პროცესში პროგრესირება. თავსოფლიოში დგას საკითხი, როგორმე გამოვლენილი იქნას ადრეულ სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ოქროს სტანდარტი ენდოსკოპიური კვლევა, მისი კვალიფიციურად დამუშავება და ჰელიკობაქტერიის მკურნალობა. პრაქტიკა, რომლითაც თოდუას კლინიკა მუშაობს, პროფესიონალიზმთან ერთად მაღალ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ეფუძნება. შედეგად მხოლოდ წელს ცენტრალური ფილიალის გუნდმა ნულოვან სტადიაზე კუჭის კიბოს 6 შემთხვევა აღმოაჩინა. თოდუას კლინიკის ენდოსკოპიური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტატისტიკა საყურადღებოა. თუ გასულ წლებში რისკ ჯგუფად მამაკაცები ითვლებოდნენ, აღნიშნული 6-ვე პაციენტი ქალი იყო. თან ისეთი სიმპტომებით, რომელიც ერთი შეხედვით საგანგაშოდ არ გამოიყურებოდა. მათი მდგომარეობა კი პრევენციულმა დიაგნოსტიკამ იხსნა. სამწუხაროდ არანაირი სიმპტომები არ აქვს. ან ადამიანები უკავშირებენ მხოლოდ ისეთ ნიშნებს დაავადებას, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებულია, არის თქვა სიმსივნის შეგრძნება, ტკივილი, გულწმარვა, მაგრამ ძალიან სუსტად გამოხატული. დღევანდელ ამ კვლევის პრევენციულ ჩატარებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ვთქვა ადრე. მატულობს დატვირთვის გამოყვება, სოციალური პირობები, ფსიქოემოციური დატვირთვა და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ არა ენდოსკოპიურად ნულოვანი სტადიის კიბოს აღმოჩენა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ რამე შემოდის მსოფლიოში. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საქართველო და თოდუას კლინიკა, სადაც ინერგება ეს ყველა სიახლე. თოდუას კლინიკაში თითოეული პაციენტის მკურნალობა მულტიპროფილური გუნდის მიერ იგეგმება, რაც ერთ სივრცეში დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ უშუალოდ ენდოსკოპიური კვლევის დროს დადგენილი იყოს თვითონ არსებობა პირველი და მეორე მთავარი საკითხი განსაზღვრა იმისა, ეს ენდოსკოპიური სამკურნალოა თუ ზოგად ქირურგიულ ონკოლოგიური სამკურნალო. შედარება არ არის იმ შედეგებით, რაც შეიძლება დღეს მიიღო ამ კომპლექსური მკურნალობის შედეგად. თუმცა გასტროენტეროლოგიური ჩივილები შესაძლოა მსუბუქ დიაგნოზსაც უკავშირდებოდეს. ტკივილი, წვის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭის არეში, ძირითადად კვებამდე ან კვების შემდეგ პაციენტების მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზებია. ეს რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის პირველად ნიშნებად ითვლება. თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გასტროენტეროლოგი ანდრო მაჭავარიანი ამბობს, რომ სიმპტომებად შესაძლოა გამოვლინდეს ღებინების შეგრძნება ან მადასთან დაკავშირებული ცვლილებებიც. პეპტიური წყლულის მაპროვოცირებელი კი ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებლების გადაჭარბებული გამოყენებაც ხდება. პეპტიური წყლულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ეს არის ჰელიკობაქტერული ინფექცია, ასევე მისი მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მომხმარება და ასე შემდეგ. მთავარი სიმპტომი არის ტკივილი, ხელით რო ვაჩვენოთ დაახლოებით აი ამ მიდამოში. შეიძლება გამოვლინდეს გართულებით. გართულება არის სისხლდენა წყლულიდან. ჩვენი ტექნოლოგიური რესურსი და ლაბორატორია გვაძლევს სრულ შესაძლებლობას, რომ მოხდეს სრულფასოვანი დიაგნოსტიკა. აღნიშნული კვლევის ხანგრძლივობა 5-დან 15 წუთამდეა, რომელსაც ყველაზე ხშირად პაციენტები თავს დისკომფორტის გამო არიდებენ. თოდუას კლინიკაში სერვისი უკვე წლებია სედაციური გზით კეთდება, რაც პაციენტთან ერთად ექიმს საკვლევად მაქსიმალურად ხელისშემწყობ და კომფორტულ გარემოს უქმნის. პირველადი არჩევითი კვლევა არის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, ანუ კუჭისა და 12 გოჯანაწლავის და საყლაპავის დათვალიერება. ძირითადად ჩვენ ამ კვლევას ვაკეთებთ ინტრავენური სედაციით, რომ პაციენტს არ კონდეს დისკომფორტი და ექიმაც კომფორტულად იმუშაოს და მოახდინოს დიაგნოსტირება. დუოდენოსკოპიის დროს შესაძლებელია ჰელიკობაქტერიის ტესტირება და შესაძლოა მოხდეს ბიოპსია და მას არის პათომორფოლოგიური შესწავლა. გასტროენტეროლოგიური დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი წლებია ენდოსკოპია, რომლის განვითარებაც გახსნის დღიდან თოდუას კლინიკის გუნდსა და ცენტრს უკავშირდება. ამ გუნდის მთავარი რჩევა კი ცხოვრების წესთან ერთად პრევენციული დიაგნოსტიკა, რომელსაც როგორც სტატისტიკა უჩვენებს, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ძირითადი რჩევა პრევენცია რომ მოვახდინოთ, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიკვებოთ რეჟიმულად, შევზღუდოთ მაქსიმალურად თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება. ჩემი რჩევა იქნება, რომ არანაირ სიგნალს არ დაველოთ. მიუხედავად სიმპტომებისა, არარსებობისა, ადამიანმა უნდა ჩაეტაროს 2 წელიწადში ერთხელ ენდოსკოპიური კვლევა. განსაკუთრებით 40-45 წლის ზემოთ.
თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ამასაც კიდევ უფრო ქვემოთ დავწევთ. არანაირი სიმპტომი არ მაქვს და არ მაწუხებს, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ დადასტურება ჯობია იმისა, რომ იქ ნამდვილად სიწყნარე